გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. ამ ვიდეოში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბის შესახებ ვისაუბრებ, რომელიც ნაწილობრივ უკვე ხდება, ერთი მათგანი, მეორე უნდა მოხდეს არსებული გეგმის და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით და ეს მოხდება წლის ბოლომდე. პირველი ამბავი ეხება საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონებით მტრის ლოჯისტიკის, მათი მომარაგების ჯაჭვების განადგურებას. უნდა გაჩვენოთ ახალი მონაცემები, უნდა გაჩვენოთ ახალი ვიდეო მასალები, რომელიც გასული 2-3 დღის განმავლობაში არის გადაღებული. ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ტემპს ახლა კრებს და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, ასეთია განაცხადი. რაც შეეხება მეორე ამბავს, მეორე ეხება შვედური გრიფენების ავიაგამანადგურებლების გადაცემას უკრაინისთვის. ამის შესახებ უკვე გაფორმებული არის შეთანხმება, headline-ების დონეზე შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახა ეს ამბავი, მაგრამ ამ ვიდეოში მე თქვენ მოგიყვებით, რატომ არის ეს ამბავი ასეთი მნიშვნელოვანი. როგორ აისახება ეს ყველაფერი ფრონტის ხაზზე, რა კონკრეტული საფრთხეების გასანეიტრალებლად არის გამიზნული უკრაინის მხრიდან ამ კონკრეტული საფრენი აპარატების მიღება იმ შეიარაღებასთან ერთად, რომელსაც შვედეთი გრიფენებთან ერთად გადასცემს უკრაინულ მხარეს. მოკლედ, თუ ეს თემები თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, დარჩით ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს დასასრულამდე. ამასთან თუ არ ხართ არხის გამომწერები, შემოვერთდით აუდიტორიას, დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონებათ, თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ჩემი პროექტის გაფართოებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაერთოთ დონაციაში. ყველა საჭირო მონაცემი არის არხის და ამ კონკრეტული ვიდეოს აღწერაში, ქვევით. ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი, Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ ჩემი სპონსორები გახდეთ ერთი სიტყვით. დავიწყოთ, გადავიდეთ საქმეზე. პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე ხდება და დაანონსებულ ახალ ვიდეო მასალებს გაჩვენებთ პირველ რიგში. მოქმედება ძირითადად ეხება სამხრეთის მიმართულებას, ტაგანროგიდან ზაპოროჟიეს, მარიუპოლის გავლით ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით მიმავალ უმნიშვნელოვანეს არტერიას, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზას, საავტომობილო გზას, ასევე არა მხოლოდ სამხრეთით, არამედ ეს გზები უკავშირდება დონეცკის ოლქს და მთლიანად ფრონტის ხაზზე მომარაგების თვალსაზრისით რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ყოველ შემთხვევაში ასრულებდა ამ დრომდე, ვიდრე გასული 2-3 კვირის განმავლობაში, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დაახლოებით 9 მაისის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი ინტენსიურად და უფრო ფართოვდება. ახლა კი ვნახოთ ახალი კადრები და შედეგები, თუ რას იწვევს ეს ყველაფერი. ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე სულ რამდენიმე ასეულ მეტრზე ხედავთ, რომ 3 სატვირთო ავტომობილი იწვის. ამას ამბობენ კიდევაც თავად თვითმხილველები, ვინც ამ კადრებს იღებენ. ნახოთ. Тут Сергей Михайлович в шоке. ამ ძღოლმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო უკანა ტრიალებს, იმიტომ რომ წინ წასვლა ნამდვილად სახიფათო არის ფაქტია და ხედავდით ასევე კადრებში საცობს, რაც არის გამოწვეული ამ დარტყმების შედეგად. შემდეგი ვიდეო ვნახოთ. ეს ერთგვარი კოლაჟი არის ყირიმისკენ მიმავალ გზაზე გადაღებული განადგურებული ობიექტების ამსახველი. აქ როგორც ჩანს ძალიან ძლიერი დარტყმა იყო, იმიტომ რომ გადავარდნილია მთლიანად გზიდან და გადატრიალებულია. აქ ცხედარი იყო ნაჩვენები და გადავახტები. მოკლედ, ერთ მოკლე მონაკვეთში ამ შემთხვევაშიც სახეზე არის დამწვარი ავტომობილები. ძირითადად სამიზნეები არის კამაზები, სატვირთო სამხედრო კამაზები, ურალები, ასევე ჯავშან ტრანსპორტიორები, რომლებიც გადაადგილდებიან გზაზე. არ უნდა გამოხრჩეს ასევე საწვავმზიდები, ცისტერნები, რომელიც ხშირად ექცევა სამიზნეში და ამის სამსახველი არაერთი კადრი მათ შორის ჩემს წინა ვიდეოშიც გაჩვენეთ. ეს კიდევ ერთი კოლაჟი, სადაც ასევე სატვირთო ავტომობილების განადგურება ჩანს. მათ შორის მომენტები, როდესაც უშუალოდ დარტყმები განხორციელდა. ძირითადად ესე ერიშები ხორციელდება Hornet-ის ტიპის ამერიკული დრონებით, რომელიც იწარმოება უკრაინაში, ესაც მნიშვნელოვანი დეტალი არის და ამ დრონების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ აქვთ ინტეგრირებული
AI ტექნოლოგიები, რომელიც ავტომატურ გამიზნვას უზრუნველყოფს და მიდევნებას. ამიტომ ეს არის საკმაოდ ზუსტი იარაღი, ასეთი ვიდეო მასალები ყოველ საათში ახალ-ახალი იტვირთება, ასე ვთქვათ. ყოველ დღე მატულობს რაოდენობა შესაბამისად განადგურებული სატვირთო ავტომობილების და არა მხოლოდ სატვირთო ავტომობილების. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პირდაპირ ცოცხალი ძალის გადაყვანის დროს მოხდა ურალებზე მაგალითად დარტყმები. ხო, აქ თვითმხილველები ყვებიან, აღწერენ, შოკში არიან, რა ხდება გზებზე, რამდენად საფრთხის შემცველი არის აქ გადაადგილება. აქვე არის, დონეცკის ოლქის შესასვლელი, ასე ვთქვათ, მანიშნებელი აბრაჩან და ეს ავტომობილი კონკრეტულად აქ როგორც ყვება ყირიმის მხრიდან მოძრაობს და დონეცკის მიმართულებით შედის. ხო, მოკლედ. ესაც კიდევ ერთი კოლაჟი, რომელიც უშუალოდ უპილოტო სისტემების ძალების მიერ არის გავრცელებული, შესაბამისი დათარიღებები გვაქვს აქ 26-ში არის მაგალითად ეს იერიში განხორციელებული მოძრავ სამიზნეზე, პირდაპირი დარტყმები და უშუალოდ დრონის გამოსახულებას ადევნებთ ახლა თქვენ თვალს, რომელსაც დისტანციურად აკონტროლებენ პილოტები და პლუს ამას აკონტროლებს ავტომატური სისტემები, რომელსაც უკვე მოგიყევით. აი ეს საინტერესო კადრია, რაღაცა სადგომი არის, რომელსაც მიაგნეს ამ პროცესში და დაარტყეს. კიდევ ერთი საინტერესო მასალა, ამ შემთხვევაში ეს არის 412 ბრიგადა, ნემესისი, ასეთი სახელით ცნობილი, რომელსაც თავისი კონკრეტული მონაგარი აქვს და ასეთი ვიდეო კოლაჟი გვიზიარებს. აქაც სამიზნე აღმოჩნდა არაერთი კოლონა. მთელი ამბავი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება დაახლოებით საშუალოდ 100 კილომეტრის სიღრმეში ფრონტის ხაზიდან. მთელი, როდესაც ვამბობთ, რომ ეს ამბავი თამაშის წესებს ცვლის ამ ომის მიმდინარეობისას, სწორედ ეს იგულისხმება, რომ თუ მანამდე ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონა იყო დაახლოებით პლუს-მინუს მაქსიმუმ 50 კილომეტრი, ამ შემთხვევაში ეს არის უკვე საშუალო დისტანციაზე და ეს ხდება იქ, რასაც ახლა თვალს ადევნებთ, სადაც რუსეთის საოკუპაციო არმიას მათ პოლიტიკურ თუ სამხედრო ხელმძღვანელობას ეგონათ, რომ უსაფრთხოდ იმოძრავებდნენ. პრინციპში ამას არაფერი არ უშლიდა ხელს ამ დრომდე, ვიდრე ახალი დრონები გამოჩნდებოდა უკრაინის შეიარაღებაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ 100-150 კილომეტრის სიღრმეში დაარტყას უკვე ზუსტად მიიტანოს იერიშები მათ მომარაგების ჯაჭვებზე. მომარაგების ჯაჭვების დაბლოკვა კი პირდაპირ პროპორციულად აისახება ფრონტის ხაზზე არსებულ სურათზე. ამაზე ვისაუბრეთ წინაჯერზეც, ამას გავიმეორებ ახლაც, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ხდება, ან ვერ ხდება საკმარისი ტემპით მომარაგება, ისე როგორც საჭიროა, პირველ ხაზზე, ასე ვთქვათ, ფრონტის წინა ხაზზე არსებული დანაყოფებისთვის შესაბამისად მათი შეტევითი პოტენციალი მცირდება, მათ უფრო და უფრო ურთულდებათ დაკავებული პოზიციების შენარჩუნება და პირდაპირ პროპორციულად იზრდება იმის ალბათობა, რომ შემდგომში უკვე აი ამ გამოფიტვის ხარჯზე უკრაინელებმა განახორციელონ კონტრშეტევები. ამის მოლოდინი არსებობს და ამის მოლოდინებს ამყარებს ის სურათი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ და დიდი ალბათობით კიდევ ვიხილავთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გეგმა ყოველ შემთხვევაში ასეთია, მათ შორის ბოლო განცხადებაში მიხაილ ფიოდოროვმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ამ პროცესს უწოდა ლოჯისტიკის ლოკდაუნი და თქვა, რომ ახალ ინვესტიციებს დებენ იმისთვის, რომ კონკრეტულად ამ ტიპის ოპერაციებისთვის საჭირო დრონების წარმოება უფრო და უფრო დაბუსტონ, რამდენიმე მილიონის გამოყოფის შესახებ დამატებით დღეს იყო საუბარი. ეს უკვე ფრონტის ხაზთან ახლოს ხდება, ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მასალა არის, საინტერესო კადრია, განადგურებული ტრანსპორტი ჩანს ამ შემთხვევაშიც და სამხედროები, რომლებიც ნაწილი აქვე ახლომახლოს დაბოდიალობს, ვერ ვიტყოდი, რომ უსაფრთხოდ არიან ახლა ისინი. ნაწილი, მათ შორის ეს ადამიანი, ვინც კონკრეტულად იღებს ამ ვიდეოს, რაღაცა ნანგრევებში არის შეფარებული, როგორც ხედავთ. გადავხედოთ კიდევ ერთხელ ამ კადრებს. Сука нахуй. Третий фибик за полчаса. ხო,
ხო, აქ მნიშვნელოვანი რამეს ამბობს, 9 საათში მესამე დარტყმა განხორციელდება. კარგით, ახლა იმისთვის რომ უფრო ცხადად შეგექმნათ წარმოდგენა მასშტაბზე ამ პროცესის და ასევე გეოგრაფიაზე სათხდება ეს ყველაფერი, გაჩვენებთ ამ ძალიან საინტერესო რუკას. ეს არის პროექტი Mayakovsk Analytics-ი, რომელიც ღია წყაროების ანალიზს აკეთებს და გვთავაზობს ასეთ საინტერესო ფორმატში. აქ განსხვავებული ის არის, რომ სხვა რუკებისგან განსხვავებით თითოეული მონიშნა, რომელსაც აქ ხედავთ, ეს იქნება ტრანსპორტის განადგურება, დრონების მიფრენა თუ ასე შემდეგ. მათი ლოკაცია არის დადასტურებულად განსაზღვრული და ასევე თანდართული აქვს ლინკები. აი მაგალითად რომ გავხსნათ ახლა ნებისმიერი მათგანი, იგივე აი აქ მელიტოპოლთან კონკრეტულ ტრანსპორტზე მიტანილი იერიში, აქ ჩვენ ამოგვიგდებს შესაბამის წყაროს დასურათებულს, სადაც ჩანს სად მოხდა ამბავი. მოცემული არის ზუსტი კოორდინატები, რომელიც შეგიძლიათ დააკოპიროთ და რუკაზე ნახოთ და მოცემული არის შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ამ შემთხვევაში თვითმხილველებმა გადაიღეს, ხო? ნუ აი აქ მაგალითად ჩანს ეს დამწვარი ავტომობილი. ნუ ეს ერთ-ერთი მაგალითი. ახლა დახედეთ, მოდით მივაზუმოთ, ასე ვთქვათ, მასშტაბი შევცვალოთ და ნახოთ რა ხდება აი აქ. ნახეთ, ანუ ეს არის ახლა გამოვიდეთ ჯერ ანუ ეს არის ფრონტის ხაზი და ნახეთ რამხელა დაშორება არის იმ ზონასთან, სადაც აი ამდენ დამწვარ ავტომობილს და აი ამდენ დრონის მიფრენის ნიშანს ხედავთ, ხო? შესაბამისად დადასტურებული ფოტო და ვიდეო მასალით. ამ შემთხვევაში აქ არის საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განადგურებაზე მიანიშნებს ეს კონკრეტული მონაცემი. ფაქტობრივად თუ დავაკვირდებით ამ ყველაფერს, ჩანს რომ ფრონტის ხაზზე, უშუალოდ ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო არმია გაცილებით ნაკლებ ტექნიკას კარგავს, ვიდრე ფრონტისგან დაახლოებით 100, ზოგ შემთხვევაში 150 კილომეტრის მოშორებითაც კი. აი ამ რუკისთვის ძალიან მარტივად უბრალოდ თვალის შევლebisთანავე ცხადი ხდება, რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი მოცემულობა, აქ რაღაც ძალიან განსხვავებული და ახალი ხდება, ისეთი რაც არ გვინახავს მთელი ამ ომის მიმდინარეობისას 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ახლა ის გადაგვჩენია უბრალოდ რომ დაველოდოთ რა შედეგებს გამოიღებს ეს ეგრეთ წოდებული ლოჯისტიკის ლოკდაუნი უშუალოდ ფრონტის ხაზზე. როგორ აისახება და როდის აისახება ეს ყველაფერი? ნუ პრინციპში ნაწილობრივ კონკრეტულად სამხრეთის მიმართულებით ეს უკვე გამოიხატა გარკვეულ მიღწევებში უკრაინის მხრიდან, მათ უკვე ისედაც დაწყებული ჰქონდათ ტაქტიკური კონტრშეტევები, მათ შორის მე ჩემ წინა ვიდეოებში ვსაუბრობდი ზაპოროჟიეს სამხრეთით არსებულ სურათზე, სადაც სტეპნოჰირსკი უკვე გაათავისუფლეს უკრაინელებმა და განაგრძობენ აქ მოქმედებას, ასევე აი აქ კამიანსკის აღმოსავლეთიდან მიმდინარეობს ახლა კონტრშეტევა იმისთვის, რომ ეს დასახლებაც დაიკავონ, გადაჭრან ეს მნიშვნელოვანი გზა და შესაბამისად ალყაში მოაქციონ, ან უკან დახევა იცულონ მანამდე აქ მყოფ საოკუპაციო ძალების დანაყოფებს. ვნახოთ აქ როგორ წავა ამბავი, სხვათა შორის ამ რუკის დათვალიერებისას მე აღმოვაჩინე ცვლილებები აქ ამ ზონაში ჰულაეპოლედან ჩრდილოეთით, აი აქ არის ჰულაეპოლე და ამ ზონებზე ვსაუბრობ, აი ამ ლურჯ მონიშნებზე ვსაუბრობ, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ აქ უკრაინელებმა განახორციელეს როგორც ჩანს უკვე წარმატებული ოპერაციები და საკმაოდ დიდი ტერიტორიის გაწმენდა გათავისუფლება მოახერხეს. აი ეს მონიშნები სწორედ ამას აღნიშნავს. სხვათა შორის ეს ცვლილებები ჯერჯერობით არ არის ასახული Deep State-ის წყაროზე, აი მე გაჩვენებთ ახლა ამ წყაროზე იგივე სურათს, ასე ვთქვათ. აი აქ არის ტერნოვე, აი აქ კი არის ეს ზონა, რომელიც აქ გალურჯებული არის რიბნესთან, აი აქ რიბნე ამ ადგილას არის. ხო, მოკლედ Deep State-ი ცოტა ოდნავ დაგვიანებით აკეთებს ხოლმე გარკვეულწილად განახლებას, მაგრამ ამ შემთხვევაში Mayakovsk Analytics-ი, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს ეყრდნობა, დადასტურებულ მოქმედებებს ეყრდნობა, ასე ვთქვათ, ფოტო და ვიდეო დადასტურებულ მასალებს, აღწერს, რომ აქ უკრაინელებს აქვთ წინსვლა. თავისთავად ეს არის
პოზიტიური ამბავი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რაც შეეხება დონეცკის ფრონტს, რადგან ფრონტის ხაზზე არსებულ სურათზე გადავედი, ბარემ ნახოთ კონსტანტინივკას გარშემო, რას აღწერს. აქ ადვილი მისახვედრია აი ამ სურათითაც, რომ ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები სწორედ დონეცკის ოლქში და აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე კონსტანტინივკას გარშემო მიმდინარეობს. ეს ლურჯი მონიშნები აქ აღნიშნავს უკრაინელების მხრიდან მიტანილ იერიშებს, როგორც ავიადარტყმების თუ საარტილერიო დარტყმების შედეგად, ასევე დრონებით მიტანილ იერიშებს იმ ზონებში, სადაც ნაცრისფერი მონიშნებია, შესაბამისად, აქ იგულისხმება, რომ პატარ-პატარა ჯგუფების შეჟონვა უკვე მოხდა დასახლებულ ზონაში, ასე ვთქვათ. წითელი მონიშნები ხედავთ სად არის, ქალაქის გარშემო ფიქსირდება აქ რუსეთის საოკუპაციო არმიის ყოფნა, ნაცრისფერი ზონა აი ეს არის, რომელიც ამ შემთხვევაში ყვითლად აქვს ამ წყაროს მონიშნული. აქაც ოდნავ განსხვავებული არის სურათი თუ შევადარებთ კონკრეტულად Deep State-ის წყაროს. ნაცრისფერი ზონა თითქმის იგივენაირად აქვს მონიშნული, თუმცა ამ სურათს თუ დავეყრდნობით, გაცილებით უფრო ცენტრალურ ნაწილშიც ფიქსირდება შეჟონვა რუსების მხრიდან, აი ამ ნაცრისფერ მონიშნებს გულისხმობ, რომელიც აქ არ გვაქვს. მოკლედ, ხო, გარკვეულ მონაკვეთებზე რუსებს აქვთ წინსვლა, იგივე კონსტანტინივკას გარშემო, აი აქ 26 რიცხვის შემდეგ მათ შორის გაფართოვდა წითელი დაფარვაც და ნაცრისფერი ზონაც უშუალოდ ამ წყაროზე, Deep State-ზე. მაგრამ ქალაქის აღებისგან ჯერ კიდევ ყველაფერი შორს არის. ხო, აქ რაზე მინდოდა კიდევ გამომეხვილებინა ყურადღება, აქაც აი ეს წითელი მონიშნები ნიშნავს რუსების მხრიდან მიტანილ იერიშებს მართვადი ავიაბომბების მეშვეობით. ნახოთ აბა ერთ-ერთი კადრი მაგალითად აქ რა გვაქვს ნაჩვენები, ხო, ფოტომასალა არის სამიზნე განსაზღვრული და შესაბამისი სატელიტური გამოსახულებაც არის. აი ეს კი არის ვიდეო მასალა, სადაც წესით უნდა გამოჩნდეს დარტყმის მომენტი უშუალოდ. აი აქაც დამატებითი მონიშნებია. ხედავთ ხო? აი ეს არის მართვადი ავიაბომბების ეფექტი. სწორედ ასეთი ბომბების ჩამოყრის შედეგად მიწასთან არის გასწორებული არაერთი ქალაქი ფრონტის ხაზთან, როდესაც ვნახულობთ ხოლმე და შესაძლოა ბევრ თქვენგანს უნახავს დანგრეული უკრაინული ქალაქების კადრები, იგივე ბახმუტი, იგივე მარიუპოლი და ასე შემდეგ, რაც რისი ოკუპაციაც მოახდინეს უკვე რუსებმა წლების განმავლობაში და ვხედავთ იქ, რომ ფაქტობრივად შენობა აღარ არის მთელი დარჩენილი, ძირითადად ეს არის სწორედ ამ საავიაციო ბომბების ჩამოყრის შედეგი. რუსების ტაქტიკა ასეთია, ჯერ ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, მაგალითად ისე როგორც ახლა კონსტანტინივკა იბომბება და მიწასთან ასწორებენ ამ შენობებს და შემდეგ უკვე ამ ნანგრევებზე ვირთხები მიცოცავენ ხოლმე. აი ეს არის მოკლედ მათი ეგრეთ წოდებული განმათავისუფლებელი ომი. ხო, ცოტა ხანში მოგიყვებით ახლა თანდათან გადავერთვები იმ ამბავზე, თუ რას დაუპირისპირებს ამ წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ საავიაციო მართვადი ბომბების ჩამოყრის პროცესს და რატომ არის ამ ამბავში მნიშვნელოვანი გრიფენები, რომლის გადაცემის შესახებაც სულ რამდენიმე საათის წინ გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება შვედეთსა და უკრაინას შორის. მანამდე კი კიდევ ერთი საინფორმაციო რუკა ვნახოთ, რომელიც ეხება რუსული საოკუპაციო არმიის ლოჯისტიკის განადგურებას და მათზე დარტყმებს. ამ შემთხვევაში წყარო არის თავად რუსული პროექტი, ეს არის რიბარი, საკმაოდ პოპულარული, რომელსაც 2 მილიონზე მეტი გამომწერი მხოლოდ Telegram არხზე ყავს და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ეს რუსული სამხედრო პორტალი, ასე ვთქვათ, და რას აღნიშნავს ახლა ეს რუკა. აი აქ ლურჯად ინფორმაციაც არის მოცემული, რომ ლურჯი წერტილი უკრაინელების მხრიდან განხორციელებულ დარტყმებს გულისხმობსო და აი ეს ყვითლად მონიშნული გზა არის ის გზა, რომელზეც თავშივე გიყვებოდით, რომელიც ტაგანროგის შემდეგ უკვე მარიუპოლს უკავშირდება, აქ მარიუპოლიდან დონეცკის ოლქს უკავშირდება, სამხრეთით მიდის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, მელიტოპოლი, შემდეგ უკვე ხერსონი და ოკუპირებულ ყირიმამდე მიდის.
ხო, აქ ეს ცისფერი მონიშნები უბრალოდ შეგიძლიათ დაითვალოთ და განსაზღვროთ თავად რუსები როგორ აფასებენ მოცემულობას. ეს არ არის გადაჭარბებული ამ რუსული წყაროს მიერ გავრცელებულ რუკას ამ შემთხვევაში. იმიტომ გაჩვენებთ, რომ ვინმე არ ჩათვალოს, რომ ეს არის რაღაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ან მხოლოდ უკრაინულ წყაროებს ვეყრდნობი და რაღაცას ვაბუქებ და ან გადაჭარბებულად ვამბობ. არავითარ შემთხვევაში თავად რუსები ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ძალიან ბევრს წერენ და თავადვე აღნიშნავენ, თავადვე აწარმოებენ ამ რუკებს შესაბამისი მონიშნებით, სადაც ცალსახად აქვთ და ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი პრობლემა. პრობლემა, რომლის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით სვამენ კითხვებს, ჯერჯერობით თავად პასუხები არ აქვთ. საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გაართულებს ეს ყველაფერი ფრონტის ხაზზე მომარაგებას, რამდენად გააძვირებს ასევე ამ პროცესს, იმიტომ რომ მათ მოუწევთ ალტერნატივის მოძებნა, იმ შემთხვევაში თუ უბრალოდ ფიზიკურად აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სამხედრო სატვირთო ავტომობილებმა იმოძრაოს გზებზე, რომელიც მარტივად გარჩევადი არის, მარტივად ამოსაცნობი არის კამაზები, ურალები და ასე შემდეგ, მათ მოუწევთ სხვანაირ მეთოდებზე გადაწყობა. იგივე მოუწევთ კომერციული რაღაცა სატვირთოების დაქირავება ან დიდი სატვირთოებიდან შედარებით პატარა რაღაც მსუბუქი სადისტრიბუციო ხაზების აწყობა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დაიქირავონ სამოქალაქო პერსონალი, რაშიც უნდა გადაიხადონ უფრო მეტი თანხები, გარდა ამისა სამოქალაქო ნაწილში სულ უფრო და უფრო შემცირდება მსურველი მძღოლების რაოდენობა თუ არ ვიცი სხვა დამხმარე პერსონალის რაოდენობა, რომელიც გადაწყვეტს, რომ ამ ხელარისხზე წავიდეს, იმის მიუხედავად თუ რამდენს გადაუხდიან, ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის. გარდა ამისა, კიდევ ერთი გარემოება, რაზეც თავად რუსი სამხედრო მიმოხილველები საუბრობენ, არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ მომარაგების პროცესის გართულების კვალდაკვალ უკრაინელები რომელიმე ზონაში, იგივე დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე, იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე წამოიწყებენ, თქვათ, უფრო მსხვილ კონტრშეტევას და საჭირო გახდება ამ მსხვილი კონტრშეტევის ჩასახშობად დამატებითი ძალების გადასრულა კონკრეტულ მონაკვეთში ფრონტის ხაზზე, ამას დაჭირდება დიდი სამხედრო კოლონების გადაადგილება. თუ ამას ამ დრომდე ახერხებდნენ შედარებით უსაფრთხოდ დაცულად დიდი ტერიტორიების დაშორების გათვალისწინებით, მანძილის სიშორის გათვალისწინებით, ახლა ამ მანძილის სიშორე 100 კილომეტრი და 150 კილომეტრი აღარაფერს აღარ ნიშნავს. ამ ახალი საფრთხეების გათვალისწინებით და ეს დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. ანუ თუ იქნება უკრაინული კონტრშეტევები, მათზე რეაგირებაც ძალიან გაურთულდებათ რუსებს, იმიტომ რომ ეს გზები აღარ არის უსაფრთხო. ძალიან მარტივი მოცემულობა გვაქვს ამ შემთხვევაშიც. და გადავიდეთ ახლა დღევანდელი ეპიზოდის მეორე მთავარ თემაზე, ეს არის გრიფენების გადაცემა უკრაინისთვის. კადრები, რომელსაც ახლა ხედავთ, თავისთავად ძალიან სიმბოლურია, უშუალოდ ამ ავიაგამანადგურებლების გრიფენების ფონზე დასხდნენ და მოაწერეს ხელი, აქვე პრესკონფერენციაზე შედგა ხელმოწერა, სწორედ ამ კადრებს ადევნებთ თვალს ახლა და რას გულისხმობს შეთანხმება. შეთანხმება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მხოლოდ წლევანდელი გეგმით არ შემოიფარგლება, ასე ვთქვათ, და გულისხმობს იმას, რომ განსხვავებული პირობებით ჯერ 16 ერთეულ გრიფენს მიიღებს უკრაინის საჰაერო ძალები. ეს იქნება განსხვავებული მოდიფიკაციის C და D ამ შემთხვევაში აღნიშნავს სწორედ აი მოდიფიკაციაზე მიანიშნებს Charlie და Delta. რამდენად გავეცანი ინფორმაციას, ეს არის შედარებით ძველი მოდელები, ასე ვთქვათ, და უკვე 2027 წლიდან საუბარია 2027-2028 წლებში საუბარია იმაზე, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს 20 ერთეულ გრიფენს, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი არის ეკო მოდიფიკაციაზე. ეს უკვე უფრო განახლებული ვერსია არის გრიფენის და უფრო დახვეწილი ვერსია, ასე ვთქვათ, თუმცა ეს ძველი მოდიფიკაციებიც შედარებით ძველი, ანუ ეს C და D, Charlie და Delta-ც არის
საკმაოდ ბრძოლის უნარიანი და მნიშვნელოვანი შევსება იქნება ამ მხრივ უკრაინის თავდაცვისთვის, უკრაინის საჰაერო შესაძლებლობებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ეს შეთანხმება არ გულისხმობს მხოლოდ ავიაგამანადგურებლების გადაცემას. ზელენსკი აი ამ მომენტში, როდესაც მას კითხვებს უსვამდნენ, სწორედ ამ განცხადებას აკეთებს. Weapon, and we are very thankful that we will get jets with weapon, not just jets. These jets, Gripens, with specific weapons, especially meteors, missiles, and etc. ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ საფრენ აპარატებს, ასევე მივიღებთ შეიარაღებას მასთან ერთად. ამას ამბობს სწორედ ამ განცხადებაში ზელენსკი და გულისხმობს და ასახელებს მეტეორის ტიპის ჰაერი კლასის რაკეტებს. მეტეორებს, რომელიც დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე ანადგურებს საჰაერო სამიზნეებს და ეს არის სწორედ საკვანძო დეტალი მთელ ამ ამბავში. მანძილი ამ შემთხვევაში არის განსაზღვრელი, ერთის მხრივ ეს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თავად უკრაინელი პილოტების, რომლებიც შორი დისტანციიდან განახორციელებენ დარტყმებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს წვდომა 200 კილომეტრიანი წვდომა იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ მოწინააღმდეგის საავიაციო საფრთხეები გაანეიტრალონ. ანუ თუ აქამდე რუსული ბომბდამშენები მართვად ავიაბომბებს ფრონტის ხაზიდან ყრიდნენ 50-60 კილომეტრის დისტანციიდან, ასე ვთქვათ, და ამას ვერაფერს ვერ უპირისპირებდა უკრაინა. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, რომ ეს დისტანცია უსაფრთხოდ ჩახურონ, ეფექტურად ჩახურონ და ეს იმ დროს, როდესაც თავად რუს პილოტებს დააყენებენ სერიოზული რისკის ქვეშ. რუსული ავიაცია მოექცევა მათი მოქმედების არეალში. ეს არის და ეს. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ. დაახლოებით ეს ამბავი ერთი შედარება მოვისმინე და ძალიან მომეწონა. აი ირანელების მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გავს. ანუ იქ გემები არ გადაადგილდებიან ახლა იმის გამო კი არა რომ ფიზიკურად მართლა ბლოკირებული აქვს IRGC-ის ჰორმუზის სრუტი, არამედ იმის გამო რომ პოტენციური საფრთხე არსებობს და ეს რისკები საკმაოდ მაღალია. ნებისმიერი კომერციული გემისთვის იქ გადაადგილება ნიშნავს რომ ვიღაცა შეიძლება თავში მოუფრინოს და მისი მიმართულებით დრონი ან რაკეტა გაუშვას და გაანადგუროს. ეს არის და ეს მთელი ლოგიკა, იგივე მოცემულობაში აღმოჩნდებიან ამ შემთხვევაში რუსი პილოტები, მათი ავიაცია, თუ ისინი ისევ დააპირებენ ფრონტის ხაზზე დასახლებული პუნქტების დაბომბვას მართვადი ავიაბომბებით, ისინი პოტენციურად იქნებიან ნებისმიერ მომენტში მეტეორის ტიპის რაკეტის სამიზნეში აღმოჩენის რისკის წინაშე. აი ამ გეგმით და ამ სულისკვეთებით არის განპირობებული ის შეთანხმება, რომელიც უკვე დაიდო, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა უკრაინისა და შვედეთის მხარეებს შორის. მათ შორის დაწყებული იყო უკვე პილოტების მომზადება, უკრაინელი პილოტები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ დაიწყონ გრიფენებით სამხედრო მისიების შესრულება და აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საერთაშორისო მედიის განხილვის საგნად იქცა და ამავე თემას ეხება, ეს უკავშირდება სააბის ადრეული შეტყობინებების სისტემას და ამ სადაზვერო თვითმფრინავებს, რომელიც ასევე შვედებმა უკვე გადასცეს უკრაინის საჰაერო ძალებს. კომბინაციაში ეს კონკრეტული სისტემა გრიფენების ავიაგამანადგურებლებთან ერთად გახდის შესაძლებელს ეფექტურ მუშაობას, ანუ აღმოჩენას რუსული ავიაგამანადგურებლების მათი აქტივობის შემთხვევაში შორი დისტანციიდან და შეუმჩნევლად აღმოჩენას და შემდეგ ასევე შორი დისტანციიდან და შეუმჩნევლად უკვე გრიფენების მეშვეობით მათ სამიზნეში ამოღებას და განადგურებას. მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე მე მოგიმზადეთ კადრები, რომელიც ასახავს საავიაციო მართვად ბომბებს, ეგრეთ წოდებულ პლანირებად ავიაბომბებს, რომლებზეც ესა ძველი წარმოების საბჭოთა დროინდელი ბომბებია, რომლებზეც დამაგრებული არის ეს ახალი
ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ შორი დისტანციიდან მოხდეს მათი გაშვება, მათი მართვა, GPS-ის გამოყენებით და, საბოლოოდ სამიზნემდე მიყვანა შორი დისტანციიდან. 50 კილომეტრიდან საშუალოდ უშვებდნენ ჰაერიდან ამ ბომბებს და შემდეგ ისინი დამოუკიდებლად განაგრძობენ სვლას წინასწარ დადგენილ სამიზნემდე მისასვლელად. ეფექტი კი არის ძალიან მძიმე. უკვე ვახსენე, რომ ფრონტისპირა ქალაქების მიწასთან გასწორება სწორედ აი ამ მეთოდით ხდებოდა, რასაც ფაქტობრივად ვერაფერს ვერ უპირისპირებდა უკრაინა, იყო მცდელობები იმის, რომ ფრონტის ხაზთან ახლოს განეთავსებინათ პატრიოტის სისტემები, თუმცა ეს იყო მაღალი რისკის შემცველი, როგორც ვკითხულობდი ინფორმაციას, სწორედ ამ მიზნით პატრიოტების განლაგების შემდეგ რამდენიმე გამშვების განადგურება მოახერხეს რუსმა ოკუპანტებმა. შესაბამისად არ ღირდა პატრიოტების სისტემების ამხელა რისკის ქვეშ დაყენება და ეს ტაქტიკა შეიცვალა. ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე სწორედ ამიტომ ვერაფერს ვერ უპირისპირებდა უკრაინა ამ რუსეთის პლანირებად ბომბებს და ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც როგორც ჩანს აღმოიფხრა, ხო, აქ კიდევ ერთი განცხადება მქონდა ზელენსკის შენახული, რომელიც ეხება კიდევ ერთ დეტალს, ასევე გარდა გრიფენების შესახებ გაფორმებული შეთანხმებისა, შვედეთსა და უკრაინას შორის როგორც ჩანს ფართოვდება დრონების ერთობლივი წარმოების კუთხით სამომავლო თანამშრომლობა. ზელენსკი ამ შემთხვევაში აცხადებს სწორედ ამას, რომ უკვე მზად არის ხელშეკრულების ჩარჩო, ასე ვთქვათ, და ახლო მომავალში მოხდება გაფორმება დრონების ერთობლივი წარმოების, ერთობლივი პროგრამის დაწყების შესახებ შვედეთთან ერთად. მე წეგამ საუბრობდი რიბარის შესახებ, რომელიც არის რუსული პროექტი, რუსი მომხილველების ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე ის ამბავი, რომ უკრაინელი სამხედროები წვრთნიან ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალებს. აქ მოცემული არის სქემა, როგორ ხდება უკრაინელების გადასვლა ჯერ პოლონეთში, შემდეგ უკვე გამგზავრება ამ შემთხვევაში ფინეთში და იქ სწავლებების ჩატარებაზე მოგვითხრობს ეს რიბარის წყარო ერთი სიტყვით. მთელი ამბავი და პარადოქსი კი ის არის და აქაც აი ამ პოსტში სწორედ ამაზე არის აქცენტი გაკეთებული, რომ რუსეთმა ეს ომი იდეაში მათი გაცხადებული ამოცანა ხო ეს არის, რომ თითქოს მათი მიზანი იყო ის, რომ ნატო მოეშორებინათ საკუთარი საზღვრებიდან. უკრაინისთვის არმიეთსაც შესაძლებლობა, რომ ნატოში გაწევრიანებულიყო და ერთგვარი ნაცრისფერი ზონა გაეფართოვებინათ მათი საზღვრების გარშემო, რაღაც უკრაინა ბუფერულ ზონად ექციათ, ხო? მაგრამ ამასობაში პარადოქსი ის არის, რომ მიიღეს ისეთი უკრაინა ამ ომის შედეგად, რომელიც იქით ატარებს წვრთნებს ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის. აი ასეთი შედეგი გვაქვს და ეს უკვე ფაქტია. უკრაინა დღესდღეობით უკრაინა, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში უძლებს მეხუთე წელია რუსეთის შეჭრას და ამხელა აგრესიას, თავად იქცა ძალიან ანგარიშ გასაწევ სამხედრო ძალად, რომელმაც შეიმუშავა ახალი ტაქტიკები, რომელმაც შეიმუშავა ახალი შეიარაღება თანამედროვე ომის პრინციპებიდან და თანამედროვე ომის თანმხლები რისკებიდან გამომდინარე, რასაც ძალიან დიდი გაფაციცებული თვალებით ახლა პირიქით დასავლური სახელმწიფოები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდებიან და ამ გამოცდილებას იზიარებენ. მოკლედ ეს დიდი და ორმხრივი პროცესი გახდა. აქ კიდევ ერთი აბსურდი ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, და ძალიან საინტერესო რუკის შესახებ გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში ინფორმაცია. მოკლედ ამბავი არის ასეთი, რომ რუსულმა სამხედრო რუკამ გამოჟონა, ასე ვთქვათ, და აქ არის აბსოლუტურად აბსურდული სურათი მოცემული, რაც პრინციპში გასაგებს ხდის პუტინის განცხადებებში, მთელ ბოდვებს, რომელიც ყოველ ჯერზე გვიმტკიცებს, რომ უზარმაზარ წარმატებას აღწევს თურმე ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო არმია. საქმე იმაში გახლავთ, რომ აი ამ რუკაზე მთელი რიგი ტერიტორიები არის მათი კონტროლის ზონაში მონიშნული, რომელიც რეალურად ნაცრისფერი ზონაც კი არ არის და აბსოლუტურად აცდენილი არის ეს ყველაფერი რეალობასთან.
აი აქ მაგალითად ჩანს ზაპოროჟიეს მიმართულება, ეს სამხრეთის ფრონტის ნაწილი არის და მოდით ახლა შევადაროთ სურათი Deep State-ის რუკასთან. აი ეს ზონა არის რა, მოკლედ. ზაპოროჟიეს მიმართულება ამ რუკაზე. და თუ რუსების აი ამ მონაცემებს დავეყრდნობით, მათ ესე იგი ეს ცნობილი მალატოკმაჩკა 1 კილომეტრიანი სოფელი ხო დაკავებული აქვთ. ასევე დაკავებული აქვთ, აქ იმაზე აღარ არის ლაპარაკი, რომ აკონტროლებენ მაგალითად სტეპნოჰირსკს, პრიმორსკს, აქ მაგალითად ორიხივი, აი რომელიც ანუ რამხელა მანძილით არის დაშორებული რეალურად ფრონტის ხაზიდან ხედავთ, ხო? ანუ ორიხივიდან ფრონტის ხაზამდე არის, კაი, აი აქ მოვნიშნოთ, ხო? 9-ზე მეტი კილომეტრი, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილით არის დაშორებული ფრონტის რეალური სურათიდან. აქ ორიხივი, აი აქ არის ორიხივი, რუსული რუკის მიხედვით წითელ ზონაშია მოქცეული, კაცო, ამას აკონტროლებენ თავიდან ბოლომდე რუსეთის საოკუპაციო დანაყოფები და იქით კიდე ნაცრისფერი ზონა ნახეთსადამდე აქვთ გაყვანილი რა. ანუ სრული სიგიჟეა, რა მიზნით ადგენენ ამ რუკებს გასაგები არის, ქვედარგოლიდან მოყოლებული, როგორც ჩანს, ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს რუსეთის არმიაში, ყველა იტყუება მიღწეული შედეგების შესახებ. ქვედარგოლიდან დაწყებული, თითოეული დანაყოფის მეთაურიდან თუ რა ვიცი, ასეულის მეთაურიდან დაწყებული, ყველა იტყუება. ამბობენ, რომ აი ეს ტერიტორია, ეს სოფელი უკვე დაიკავეს და იმისთვის, რომ მეთაურის გული მოიგონ, გადასცემენ ასეთ ინფორმაციას. შემდეგ იმ მეთაურებსაც ეგ აწყობთ და ეგ ჭირდებათ, რომ ზემდგომებს ასე ამოვნონ და ასე ეს ჯაჭვი მიედინება გენშტაბის ხელმძღვანელობამდე და შემდეგ უკვე პუტინი აჟღერებს ხოლმე, როგორც ჩანს აი ამ აბსურდს. ხო, მოკლედ, აი ესეთი საინტერესო რუკა, რომელიც გავრცელდა რუსულ წყაროებში, შემდეგ უკვე მთლიანად ინტერნეტ სივრცეში და დიდი ქილიკის საგნად იქცა, იმიტომ რომ მათი აღქმები ნამდვილად არის რაღაცა ილუზიის მსგავსი. და რეალობას აცდენილი, რეალობა კი არის ასეთი, რომ არათუ ფრონტის ხაზზე არიან ისინი ჩიხში, მოსკოვის დაცვასაც კი ვერ ახერხებენ და ეს არაერთხელ უკვე დამტკიცდა და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამ შემთხვევაში საინტერესო ვიდეო მასალა არის რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსზე ესეთი Mi-26-ის ტიპის ვერტმფრენით აქვთ პანცირ S1-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა და აქ კორპუსის თავზე ამონტაჟებენ. სხვადასხვა ამ ვიდეოს ერთ-ერთ კომენტარში წავიკითხე, რომ აი ასე ამ შემთხვევაშიც გარკვეულწილად რუსები თავისივე მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენო. პრინციპში არ იყო ალოგიკური კომენტარი. და აქვე ერთი საინტერესო ამბავიც, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვას შევეხეთ, მათი საწარმოები, მათი ნავთობობიექტები, ქარხნები და სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა მოგეხსენებათ, რომ დიდი დარტყმის ქვეშ არის, დიდი ხნის განმავლობაში უკვე თითქმის 1 წელია ინტენსიურად ხდება ეს პროცესი და სულ ცოტა ხნის წინ, ვიდრე ჩაწერას დავიწყებდი, წავიკითხე ეგეთი ინფორმაცია, რომ ბიზნესმენები შეხვდნენ, მეწარმეები შეხვდნენ, მათი ასოციაციის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი შეხვდა პუტინს და მოითხოვა მეტი უსაფრთხოება. კერძოდ მოითხოვა ის, რომ ამ საწარმოებზე თუ ასეთ კომერციულ ობიექტებზე განლაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, მინიმუმ მსხვილ კალიბრიანი ტყვიან-ფრქვევები იმისთვის, რომ თავად მოახერხოს კერძო სექტორმა თავის დაცვა, ასე ვთქვათ, და საჰაერო საფრთხეების განეიტრალება. აი ესეთი დღე დაუდგათ, მოკლედ რუსეთის კერძო სექტორი არის დაუცველი, მათ აღარ აქვთ ძლევამოსილი პუტინის იმედი, არც მისი ძლევამოსილი არმიის და საჰაერო თავდაცვის სისტემების იმედი და ფიქრობენ, რომ როგორღაც გადარჩნენ და გამოსავალს ეძებენ. ერთია, რომ შეხვდნენ ისინი პუტინს და თხოვეს და საქმის კურსში ჩააყენეს, თითქოს მან არ იცოდა თავადაც, მაგრამ მეორეა თავად რუსეთის
სამხედრო ძალებს რამდენად აქვთ იმის რესურსი, რომ ახლა კომერციულ ობიექტებზე გადაანაწილონ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რეალურად მათ სერიოზული დეფიციტი აქვთ ამ მხრივ და სწორედ ამ დეფიციტის გამო ხდება ის, რაც ხდება, ამ დეფიციტის გამო ხდება, რომელიც შემთხვევითი არ არის მიზანმიმართულად დიდი ხანია უკრაინა ანადგურებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს და ამის შედეგია ის, რაც არის. ხო, მოკლედ ძალიან აბსურდულია იმის მოლოდინის ქონა, რომ ახლა პუტინი ყველა საწარმოსთვის გამოყოფს დამოუკიდებლად რაიმე საჰაერო თავდაცვის სისტემებს ან მინიმუმ სპეციალისტებს იმისთვის, რომ იქ განალაგოს, მათ გაცილებით სერიოზული თავის ტკივილი აქვთ ახლა ფრონტის ხაზთან ახლოს, უბრუნდები ისევ იმ თემას, რითაც დავიწყე, ისინი ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი არტერიების დაცვას და როდესაც აი ამ ახალი კრიზისის გამოსავალზე იგივე რუსი სამხედრო მომხილველები მსჯელობენ, ისინი განიხილავენ ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ ვარიანტად იმას, რომ მობილური და ასე იგი დანაყოფების განთავსება მოხდეს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის გზებზე, მობილური ჯგუფების, იგივე აი ამ მსხვილ კალიბრიანი ტყვიან ფრქვევებით აღჭურვილი იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაიცვან ეს გზები და ამ გზებზე მათი სამხედრო ტვირთების გადაადგილება, თუმცა ეგაც საკითხავი არის, რამდენად მოახერხებენ მაგას. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არარეალურად გამოიყურება ის სცენარი, რომელმაც ასევე გაიჟღერა, რომ ეს ბადეები განათავსონ გზებზე, რომელ ერთ გზაზე უნდა განათავსონ, ან რომელ ერთ მონაკვეთზე. უზარმაზარი ტერიტორიებია, უზარმაზარი დისტანცია და ასეულობით კილომეტრია ის ტრასები, რომელიც ახლა არის მოქცეული დარტყმების არეალში უკრაინელების მხრიდან. ამიტომ ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგან რეალურად ისინი. ეს არის მომენტუმი, ამას აცხადებენ უკრაინაში, სამხედრო პირებიც მათ შორის, რომლებიც ამბობენ, რომ დაახლოებით მომდევნო 5-6 თვე იქნება განსაზღვრელი გარდამტეხი ეტაპი, ეს არის მათთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, ეს უნდა გარდასახონ შედეგებში და ეს დრო შემთხვევით არ არის ნახსენები 5 და 6 თვე, ეს ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ რაღაც დროის შემდეგ ასე თუ ისე რუსეთში მაინც მოახერხებენ რაღაცა საპირისპირო სისტემების შემუშავებას იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ როგორღაც ამ საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონების დარტყმებს, მაგრამ ვიდრე ისინი ამას შეძლებენ, ვიდრე ისინი ამას მოახერხებენ, მანამდე უკრაინელებს მართებთ, რომ მაქსიმალური შედეგი დადონ. და ამისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ. და ვიდრე დაგემშვიდობებით, სულ ბოლო ინფორმაცია, რომელსაც ჩაწერამდე გავეცანი და მოვინიშნე, რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა. 29 მაისის ღამე არის ახლა, როდესაც ამ ვიდეოს წერ და ახალი პარტია გაფრინდა უკრაინული დემოკრატიის ოკუპირებული უკრაინული მიწების და ასევე უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ოლქების მისამართით. ეს საინფორმაციო რუკა სწორედ უკრაინული შორს მოქმედი, ასევე საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონების და ასევე ფლამინგოს ტიპის რაკეტების გადაადგილებას და მათ მიმართულებებს ასახავს. აი ეს ცისფერი ისრები სწორედ ფლამინგოების გაშვების მიმანიშნებელია. რაც ნიშნავს, რომ კომბინირებული შეტევა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს საათებში კიდევ ახალ ვიდეო კოლაჟებს ვნახავთ რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბომბილი, განადგურებული სამხედრო თუ ეკონომიკური ობიექტების შესახებ. საინტერესოა ამ ჯერზე თუ იქნება იგივე ნავთობ ინფრასტრუქტურა. ბოლო დღეების განმავლობაში ცოტა მოიკლო ამ ტიპის შეტევებმა და დრო იყო ამის განახლებისაც. სხვათა შორის ზელენსკიმ დაანონსა, რომ შორი დარტყმები და უკრაინული სანქციები განახლდება ისევ და ეს ტემპი არავითარ შემთხვევაში არ დაეცემა. ამ ინფორმაციით დაგემშვიდობებით, თუ ამ დრომდე უყურებდით, ესე იგი ჩემი ერთგული მაყურებელი ხართ, ან თუ პირველად აღმოაჩინეთ ეს არხი და პირველად მიყურებთ და ამ დრომდე შემორჩით, ესე იგი ძალიან და გაინტერესათ, რაც მე მხოლოდ და მხოლოდ მიხარია.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის, დაალაიქეთ ვიდეო, არ დაგეზაროთ, ეს აბსოლუტურად უფასო არის. და ხელი შეუწყეთ, რომ რეიტინგმა მოიმატოს ამ კონკრეტული ვიდეოს შემთხვევაში და ზოგადად არხის შემთხვევაშიც რაც მეტი ლაიქია უკეთესი. კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და პროგნოზები გამოუშვით. ხო, რუსეთის მეხუთბეებს საკმარისი პასუხი გავცეთ. არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ ისინი გულდაწყვეტილები ამ ხრივ და უპასუხოთ ხოლმე. ჩემი მხრიდან არ ღირს ხოლმე კრიტიკა, სხვათა შორის არ შევდივარ ამ დისკუსიებში, ვერიდები, თუ ძალიან არ გამაბრაზეს და ვინმეს რამე კეთილი სიტყვები არ მიუწერე ხოლმე, არ შევდივარ. ხო, მაინც ავტორი ვარ და არ ღირს ალბათ ჩემი მხრიდან რაღაცა პასუხების გაცემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ხართ ისეთი და ვხედავ ხოლმე ისედაც, რომ საკადრის პასუხს ყოველთვის ცემთ. ასე გააგრძელეთ ერთი სიტყვით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, თუ გსურთ რომ მხარი დამიჭიროთ ფინანსურად და დამეხმაროთ ამ პროექტის გაგრძელებაში, გახდით სპონსორები, ჩაერთეთ დონაციაში, არხის და ვიდეოს აღწერაში არის ყველა საჭირო ინფორმაცია, ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და ასევე Patreon-ის ლინკი. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც უკვე აქამდე თუნდაც მინიმალური თანხით ჩაერთეთ აი ამ პროცესში და მხარი დამიჭირეთ. დაგემშვიდობებით, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.